Off-road-ი. ეს გაუვალი და რთული გზების გადალახვაა სპეციალურად აღჭურვილი მანქანით. შტურმანი მიმართულებასა და მარშრუტს განსაზღვრავს. პილოტი კი უშუალოდ მართავს მანქანას და მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ექსტრემალური დარების უნარჩვევები. ზოგადად off-road-ით საკმაოდ დიდი ხანი თქმის 10 წელია დაკავებული ვარ პერსონალურად მე, მაგრამ ჩვენი off-road კლუბი ჩამოყალიბდა 2007 წელს და იმის მერე აერთიანებს ამ სპორტის მოყვარულებს, რომლებსაც უყვართ აი ესე ბუნებაში და ძნელ ადგილებში მისვლა მანქანებით. ძირითადად ეს ამ სპორტში სირთულეებს წარმოადგენს ცუდი გზები, რომელიც ჩვენთან საქართველოში ბევრია, ეს არის ტყეში, მთაში და ასე შემდეგ და ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად მიუვალ ადგილებში მივიდეთ მანქანებით. ნებისმიერი მანქანით რა თქმა უნდა ძნელ მისადგომ ადგილებში ვერ მიხვალთ, იმიტომ რომ მანქანა საჭიროებს მომზადებას. ეს არის საბურავები, ეს არის ჯალამბარი, ეს არის ესა თუ ის მანქანის დეტალები, რომელიც საჭიროებს ნებისმიერი ჯიპის გაუმჯობესებას, რადგან მან გადალახოს უფრო დიდი სირთულეები. ყველაზე რთული გზა იყო ჩვენთვის, როდესაც ჩვენ მომზადეთ ერთ-ერთ ჯიპს სოფელ ჩაილურთან, ჩვენ მოგვიწია თავსხმა წვიმაში გზის გაკვლევა და იყო საკმაოდ სახიფათო და ძნელი სიტუაციები, მაგრამ ჩვენ დავახციეთ თავი მას და შეჯიბრით ჩავატარეთ თვითიანს. Off-road ღონისძიებები ორ კატეგორიად იყოფა. სპორტული off-road-ი, ანუ შეჯიბრი და off-road-ი როგორც აქტიური დასვენების ერთ-ერთი ფორმა, ანუ მიუვალ გზებზე ექსპედიცია. პირველად როცა ჩავჯექი მანქანაში და ვიცოდი, სადაც მოვდიოდი, ამდენ off-road-ელთან ერთად ვერ წარმომედგინა, ამაში რა იყო კარგი ზოგადად. და ეხლა მივხვდი, რომ ძალიან მაგარია, იმიტომ რომ გიწევს ძალიან დიდი დაბრკოლებების გადალახვა და როცა ამას გადალახავ, აი ერთიორად უფრო ისე კარგად გძნობ თავს და ამაყაც და ჩვენც ამდენი ხანია უკვე ამას ვუყოთ, მიუხედავად იმისა, რომ მართლა ბევრი სირთულე შეგვექმნა, სანამ აი აქამდე მოვედით. დაახლოებით 1 წელია ჩართული ვარ ამ სპორტში და ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ჟარგონულად რო ვთქვა, მუღამი გააჩინა ჩემში, თავიდან დავიწყე როგორც შტურმანი და დღესდღეობით ვცდილობ რომ ჩემი მანქანა ვიყოლიო და ავაწყო და მე თვითონ გამოვიდე როგორც მძღოლი ამ სპორტში. შტურმანი რა თქმა უნდა ძნელია, უბრალოდ თავისი ესე ვთქვათ დადებითი და თავისი ესე ვთქვათ უარყოფითებიც აქვს, იმიტომ რომ ამ შტურმანობით სწავლობ იმ ყველაფერს, რაც არის აუცილებელი ამ სპორტში. ეს დეტალურად ის მომენტები, რაც არის მანქანის აუცილებელი, რომ გესმის უკვე მანქანა რა არის, როგორ არის, რა უჭირს, როგორ უნდა გაიაროს და გაედან აფიქსირებ ამ ყველაფერს, და ძღოლი რო ხარ უკვე შტურმანი შენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ეს თქვა გეუნება სად უნდა გახვიდე, როგორ უნდა გახვიდე, რა მიმართულებით, რა გრადუსით უნდა იღორული და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად მიყვარს ის, რომ მე ამ ყველაფერში ვიიღებ ადრენალინს, ბუნებასთან ყველაზე ახლო კავშირი, თან კიდევ ამ ყველაფერში ძალიან დიდ დადებითს ვხედავ, ძალიან ბევრ კარგს ვხედავ და რაც თავარია
ზოგადად ოფროუდერები ვარ ძალიან ერთნი, ერთმუშტად შეკრულები და ძალიან ესე ვთქვათ დაკავშირებული ერთმანეთთან, იმიტომ რომ ვთქვათ მე რო შტურმანი ვარ, შეიძლება ვიყო ერთი მანქანის შტურმანი, მაგრამ ამ დროს ვიყო მთელი ესე ვთქვათ ეკიპაჟის შტურმანი, იმიტომ რომ ერთმანეთს ვეხმარებით როგორც ყველაზე ახლო მეგობრები რა. მიუხედავად ამინდისა, მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ ძალიან მაგრად ციოდა. იყო წვიმა, სეტყვა, ნისლი, შიგა და შიგ თოვლი. მიუხედავად აი ამ ყველაფრისა, მივხვდი რომ არის ძალიან მაგარი სპორტი, ოფროუდი და ვისაც უყვარს ექსტრემი და ვისაც უყვარს მანქანის მართვა, მათ ვეტყვი სწორედ რომ აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა და დაკავდნენ ამ სპორტით, რადგან მიიღებენ ყველაზე დიდ სიამოვნებას და მე პირადად შემიყვარდა და ძალიან ხშირად მივიღებდი მონაწილეობას, როცა დრო მექნებოდა და აი ამის საშუალებით. ოფროუდში პირველ ადგილზე დგას უსაფრთხოება. ეს ყოველთვის პირველ ადგილზე იდგება. ჩვენ ერთმანეთს მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ნაკლები ზიანი მივაყენოთ მანქანებს და ეკიპაჟის წევრებს, ამიტომ ვეხმარებით ერთმანეთს და არასდროს არ ტოვებთ გზაში ჩვენ მეგობრებს. ყველაზე მეტად ჩვენ გვიყვარს ერთმანეთთან ურთიერთობა და ერთმანეთთან ხარში დგომა. და მეორე ადგილზე უკვე სიძნელეების გადალახვა და მათი დაძლევა. უფრო აი მეგობრობა ჩვენ კოლექტივს შორის.